მოგესალმებით. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა აღნიშნოთ დედაენის დღე. ჩვენი ეროვნული სიამაყე და იდენტურობის საფუძველი. დედაენა ჩვენთვის მხოლოდ სიტყვათა ერთობლიობა არა. ეს არის ჩვენი სული, ისტორია და დამყარებული ბრძოლის ნიშანი. საქართველოს პირველი გამაერთიანებელი, ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი. მან ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა და მას მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნას. ფარნავაზ მეფის ხილვა. მაგრამ იგი ქარისნიავი იფანტება, უნდა შევქმნათ სანათური, რომელიც ამ სიტყვებს უკურავად გახდეს. სიტყვები ხარში იფანტება, მაგრამ ასოები ქვაზე და ტყავზე დარჩება. უნდა შევქმნათ ასოები, რომელითაც ჩვენი სიტყვები საუკუნეებს გადალახავენ. მეფეო, ბევრი ერძებს სხვადასხვა ნიშნები, ბერძენი თავიანთი ასოების სარგებლობენ, ასირიელი სხვადასხვა. ჩვენ როგორ შევქმნათ ჩვენი? ჩვენი ენისთვის დაბადებული უნდა იყოს ჩვენი ამბანი. ქართულ სიტყვებს ქართული ასოები სჭირდებათ. საქართველო მხოლოდ ხმები კი არა, სიტყვებითაც იცხოვრებს. ჩვენი სიბრძნე და ისტორია გადარჩება. მას დავიწყოთ